ქართული ხალხური ზღაპრები შეკრებილი თედო რაზიკაშვილის მიერ. საწყალი კაცის ამბავი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი საწყალი კაცი. დადიოდა გზებზე და იძახოდა. ჭკუა მაქვს და სარჩო არაო. ჭკუა მაქვს და სარჩო არაო. გაიგონა ერთმა სოვდაგარმა და იფიქრა. მოდი, ერთი 200-300 თუმანი ვითომც წყალში გადამიყრია. ავიღებ, მივცემ მაგაც და აბა თუ ჭკუა აქვს, მაშინ გამოჩდებაო. სოვდაგარმა დაიბარა ეს გლეხკაცი, მისცა 200 თუმანი და უთხრა. აი ახლა სოვდაგრები სავაჭროდ ემზადებიან და შენც უნდა წახვიდე იმათთან და ივაჭრო. კარგიო, უთხრა საწყალმა კაცმა. ეს კაცი, როდესაც სოვდაგრებთან მივიდა, იმათ დაცინვა დაუწყეს. შენმა მზემ, შენს აღას ერთს 4-ად მოუტანო. რამ გააგიჟა ის სოვდაგარი და რამ მიაცემინა ამისთვის ფულიო. საწყალმა კაცმა ჩაიცინა თავისთვის. სოვდაგრები მალე გაემგზავრნენ სავაჭრო და თან გაჰყვა ეს საწყალი კაციც. ზღვასთან რომ მივიდნენ, სოვდაგრები ხომალდებში ჩასხდნენ. ამ საწყალმა კაცმა ის თქვა, არა ძმობილებო, მე ზღვას ვერ ვენდობიო. იყიდა ერთი პატარა ნავი, ჩაიდგა 3-4 ტომარა ჩამიჩი, ჩაჯდა და კიდის ახლოს დაიწყო ცურვა. თან ჩამიჩს ჭამდა. ერთ მუჭა ჩამიჩს რომ შეჭამდა, მეორეს ზღვაში გადახრიდა. საწყალი კაცის ნავს გარს თევზები ეხვივნენ და გაჩქარებით ყლაპავდნენ ტკბილ მარცვლებს. ასე დიდხანს აჭამა მან თევზებს ჩამიჩი. მე რომ ვჭამ, სხვებმაც ჭამონო, ამბობდა ის. ბოლოს თევზებმა თქვეს, ეგრო ხმელეთის ნაყოფს გვაჭმებს, მოდი ჩვენი ზღვის სიმდიდრე გადავუყაროთ, იქნება გამოადგესო. თევზები ზღვებში გადაყურყუმალავდნენ და ცოტა ხნის შემდეგ ამოიტანეს თვალმარგალიტი, რომელიც კიდეზე მთასავით ააგეს. საწყალმა კაცმა იფიქრა, ჩემი ამხანაგები რომ მოვლენ და ამ სიმდიდრეს ნახავენ, მომკლავენ, წაიღებენ თუ არაფერი ვიღონეო. ადგა ეს კაცი, აიღო ნეხვი, გააკეთა ჯამებივით, ჩაყარა შიგ თვალმარგალიტი, ზევითაც ნეხვი დააფარა და ასე გაახმო წივად. რა კი ნეხვი გახმა, ამ კაცმა აიღო, ჩააწყო ყუთებში და 4 საპელნეც ცარიელი წივა შეჰკრა. მოვიდნენ სოვდაგრებიც. ზოგს მაუდი ეყიდა, ზოგს ფარჩა, ზოგს რა და ზოგს რა. სოვდაგრებმა რომ ნახეს საწყალი კაცი და იმის წივა, დაუწყეს თავში ცემა, შეოხერო, თუ შენი თავი არაფრად გეზოგებოდა, აღას ფულებს მაინც გაუფრთხილდებოდი, რად გინდოდა ნეხვი რო აქედან არ წაიღო, ჩვენ ქალაქში კი ცოტა არისო? საწყალმა კაცმა უთხრა, მე ეს მინდოდა და ეს ვიყიდე. თქვენ რაც გინდოდათ, ისი ვაჭრეთო. შეკაზმა აკლემები, ჯორცხენები, აჰკი და ესაპალნეები და გაუდგა გზას. თაზე სოვდაგრებს თოვლი მოუვიდათ. საწყალმა კაცმა მოხადა 2 წივიანი საპალნე, გაახურა ცეცხლი, შემოუმწკრივა ირგვლივ აკლემები, ყუთები და თვითონაც ჩამოჯდა. დაიყინენ სოვდაგრები და დაუწყეს ხვეწნა წივის პატრონს, 1-2 საპალნე წივა გვასესხეო. წივის პატრონმა ცივი უარის ტკიცა, თქვენცა გაქვთ საქონელი, გადმოიღეთ, დაწვით და გათბითო. სოვდაგრებმა კიდევ დაუწყეს ხვეწნა, აბა როგორ დავწვათ ეს საქონელი, გვასესხე წივა და ქალაქში თუნდა 1/5-ად მოგცემთო. წივის პატრონმა უთხრა, მაშ კარგი, თქვენ ხელწერილი მომეცით, რომ ჩემგან ისესხეთ 2 საპალნე იმ წივისა, რაც ჩემს აკლემებს ჰკიდია. მე მეტი არ მინდაო.
სოვდაგრებმა სიხარულით მისცეს ხელწერილი და გულში კი ლანძღავდნენ. როდესაც ქალაქს მიუახლოვდნენ, სოვდაგრებმა კაცები გაგზავნეს ქარვასლების დასაქირავებლად. წივის პატრონის აღას კი შეუთვალეს. შენს ჭკვიან კაცს ნეხვი მოაქვს შენი 200 თუმნისაო. აღას საწყალი კაცისაგან წინათვე ჰქონდა ნათქვამი, რომ სანამ შენი თვალით არ ნახო და შენი ყურით არ გაიგონო, ნუ დაიჯერებ, თუ ჩემზე რამე გითხრან, ცილის წამება იქნებაო. საწყალმა კაცმა გამოუგზავნა აღას კაცი და შემოუთვალა, რაც კარგი ქარვასლა არის ქალაქში, ის დაიქირავეო. დაიქირავა საწყალი კაცის აღამ ერთი დიდი ქარვასლა და მოლოდინი დაუწყო თავის მოვაჭრეს. მალე მოაყენა საწყალმა კაცმა წივით დატვირთული აქლემები ქარვასლას და კაცებს უბრძანა. ჩამოეხადნათ საპალნეები. აღამ ნახა, რომ იმის ჭკვიანს მართლა წივა მოუტანია და გული დასწყდა, მაგრამ მაინც რაღაცას ელოდა და არაფერს ამბობდა. როდესაც დაღამდა, აღამ ეს კაცი სახლში წაიყვანა. წავიდეთ, პური ვჭამოთ, დაისვენე და მიამბე, რა გაყიდე, რა იყიდეო. საწყალმა კაცმა 2 ნაჭერი წივა აიღო, გაახვია ერთხელ სახოთში და წავიდნენ. როდესაც ვახშამზე დასხდნენ და აღა სანთლისთვის გავიდა, საწყალმა კაცმა ერთი წივა გადატეხა და თვალმარგალიტი კი გაბდღვინდა. სახლი მზესავიდგანად გამოვიდა აღა და გაკვირვებულს თვალები დაჭყეტილი დარჩა. საწყალმა კაცმა უთხრა, აი, ეს მოვიტანე და იმ სოვდაგრებს ამ წივისა 2 საპალნე მართებთ. წავიდეთ, ხელმწიფესთან ვუჩივლოთ და წავართვათო. მართლაც გასწიეს ხელმწიფესთან. საჩუქრად მიართვეს ერთ წივაში, რაც თვალმარგალიტი იყო. საწყალმა კაცმა იჩივლა, მე და ის სოვდაგრები ერთად მგზავრობდით, გზაზე თოვლმა მოგვისწრო, იმათ ჩემგან 2 საპალნე წივა ისესხეს, ხელწერილიც მომცეს და ახლა კი აღარაფერს მაძლევენო. ხელმწიფემ მაშინმე დაიბარა სოვდაგრები და უთხრა, ამ კაცისგან 2 საპალნე წივა გისესხებიათ, ხელწერილიც მიგიციათ და ახლა კი აღარ აძლევთო. სოვდაგრებმა გაიცინეს და ხელმწიფეს მოახსენეს, მაგ საწყალს ჩივილი რად უნდოდა, ნეხვს თუნდა ერთს 5-ად მივცემთო. ეს ნეხვს კი არა, ამისთანაც წივას აგთხოვთო, უთხრა ხელმწიფემ და აჩვენა თვალმარგალიტით სავსე წივა. სოვდაგრებმა უარის თქვეს, ჩვენ მაგისთანა წივა არ გამოგვირთმევია. მაგას ეგ ერთი წივა ჰქონია თვალმარგალიტით სავსე და ახლა სურს ჩვენ 2 საპალნე მივცეთო. საწყალმა კაცმა ხელმწიფეს მოახსენა, დიდებულო ხელმწიფე, კაცები გამომაყოლე, ყველა წივას სათითაოდ დავამტვრევთ, სოვდაგრებიც იქ იქნებიან და თუ ყველაში თვალმარგალიტია, ხომ უნდა გადამიხადონ, თუ არ არის, მე თავი მომჭერითო. ხელმწიფემ კაცი გააყოლა. სათითაოდ დაამტვრიეს ყველა წივა, ყველა თვალმარგალიტით სავსე იყო. რაღაც იზამდნენ სოვდაგრები. მათი სარჩო საბადებელი 9 საპალნე წივის ფასიც კი არ გამოვიდა და ამ საწყალმა კაცმა ეს სოვდაგრებიც მონებად წაიყვანა.